The story of the National Museum ეროვნული მუზეუმი რეალურად ჩვენი ისტორიის მემატიანეა, რომელიც 300,000 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს არის ჩვენი დამფუძნებელი მამის, აწ გარდაცვლილი შეიხ ზაიდის თვალით დანახული ისტორია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ისტორიის ცოდნა. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე გადაწყვიტა მან ქვეყნის დაფუძნება, ასე რომ თქვენ რეალურად მასთან ერთად იმოგზაურებთ ისტორიაში. So you will be taking that voyage really through him. I'm very, very excited to share that with the rest of the world. შევარდნის ფრთებით შთაგონებული არქიტექტურის მქონე ზაიდის სახელობის ეროვნული მუზეუმი აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებელი მამის, აწ გარდაცვლილი შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ-ნაჰიანის ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა. შენობა, რომელიც ბრიტანელმა არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა დააპროექტა, საადიატის კულტურულ უბანს ამშვენებს და ამ მიწისა და მისი შვილების ამბავს მოგვითხრობს. ამბავს, რომელიც მუზეუმის კედლებს მიღმაიცდება. ალმასარის ბაღები 600 მეტრზე გადაჭიმული ღია გალერეაა, რომელიც შეიხ ზაიდის ცხოვრებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაფუძნების მნიშვნელოვან ეტაპებს აცოცხლებს. საადიატის კულტურულ უბანსა თუ მის მიღმამდე ყველა მუზეუმი ერთმანეთს ავსებს. ისე როგორც წიგნის კითხვისას, ერთ თავს მეორე მოხვება. ამ მიწის ისტორიის თავი არის შეიხ ზაიდის ეროვნული მუზეუმი, რომელიც იმ კულტურას წარმოაჩენს, რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში რომ იქმნებოდა და მემკვიდრეობით გადაეცემოდა ამ მიწაზე მცხოვრებ საზოგადოებას და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მომავალს. ყველაფერს რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს. მუზეუმის შიდა დარბაზები იმ 7 საამიროს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას წარმოაჩენს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქმნიან. 6 გალერეაში 1500 არტეფაქტია გამოფენილი, მათ შორისაა როგორც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, ისე თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციები და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენილი ნიმუშები. მუზეუმის თითოეული დარბაზი არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორიას აცოცხლებს. ამ მუზეუმის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ზომით შესაძლოა ყველაზე მცირეა, მაგრამ მნიშვნელობა ყველაზე დიდი აქვს, ეს პაწაწინა მარგალიტია. შეიხ ზაიდის ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს მრავალი წლის განმავლობაში პოულობდით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მიწას დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხები 1000 წლეულების განმავლობაში იყვნენ შემოქმედები და ინოვატორები. ეს კი რეალურად ჩვენი დღევანდელი საზოგადოების სარკეცაა. მათი ცოდნა გასაოცარია და მათ მიერ შექმნილი ნივთები ძალიან დახვეწილი და ნატიფია. აბუ-დაბიში გეგმავენ, რომ 2030 წლამდე ყოველ წელს 9,300,000 მნახველს უმასპინძლონ კულტურულ უბანში, რომელშიც ასევე განთავსებულია აბუ-დაბის ლუვრი და მალე გაიხსნება აბუ-დაბის გუგენჰაიმის მუზეუმიც. ამ უკანასკნელის გახსნით შეიკრება სრული ჯაჭვი, რომელიც წარმოაჩენს როგორც შეიხ ზაიდის ფასეულობებს, ისე ამ მიწის ისტორიას უხსოვარი დროიდან. სწორედ ამის საფუძველზე შეიქმნა ისეთი არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორცაც დღეს ვხედავთ.